მაცნე რეკლამის შემდეგ პირდაპირ ეთერში ბრუნდება განვაგრძობთ გამოშვებას. კახაბრის დასახლებაში ნუცუბიძის ქუჩის მცხოვრებლებმა ცენტრალური საავტომობილო გზა გადაკეტეს. მოსახლეობა ამავე ქუჩაზე მცხოვრებ სულიკო სურმანიძეს 164 კვადრატული მეტრი ტერიტორიის მითვისებას ედავება. ადგილობრივები მერისგან აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე სკვერისა და საბავშვო ატრაქციონების მოწყობას მოითხოვენ. სურმანიძეები ფართობს ამ ეტაპზე კომერციული მიზნისთვის იყენებენ. მხარეთა პოზიციები ლანა ძაძამიას სიუჟეტში. ქუჩის გადაკეტვის ხმაურისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფონზე მიმდინარეობდა საპროტესტო აქცია ხელვაჩაურის გზატკეცილზე. შალვა ნუცუბიძის ნომერ პირველში 50-მდე ოჯახი ბათუმის მერიას 2 წლის წინ მიცემული განაპირების შესრულებას თხოვდა. ადგილობრივთა განცხადებით 164 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი ეკონომიკის სამინისტრო მერიას სწორედ იმ მიზნით გადასცა, რომ ტერიტორიაზე საბავშვო ატრაქციონები აშენებულიყო, თუმცა ფართობს ერთ-ერთი ადგილობრივი კერძო ინტერესებისათვის იყენებს. დამხედველობაში გვეუბნებიან, ჩვენ მოვედით გავაფრთხილეთ, ერთი გაფრთხილება 2 წლის განმავლობაში. უჯელი კაცი უნდა დაჯარიმდეს, რომ აი ამდენი ხალხი ვითხოვთ, ხო პატარა ბავშვები ხომ არ ვართ. რისთვის ვითხოვთ და იმისთვის ვითხოვთ, რომ აი გაკეთდეს საბავშვო ატრაქციონები. ხო და აქვს მითვისებული სახელმწიფო მიწა და არ აძლევს ხალხს იმის უფლებას და საშუალებას, რომ აი აქ რაღაცა გავაკეთოთ. ამდენი ბავშვები არიან, ეზო არ აგვაქვს, არაფერი არ გვაქვს, დარბიან, თამაშობენ და გვინდა რომ სათამაშო გაკეთდეს. ყველასთვის სასარგებლოს აქვს. მოსახლეობის განმარტებით სურმანიძეები არა მხოლოდ საბავშვო სკვერის მოწყობის, არამედ მანქანის გაჩერების წინააღმდეგიც არიან. ადგილობრივებმა გუშინ მომხდარი ინციდენტიც გაიხსენეს. მათი თქმით, მუნიციპალურ ტერიტორიაზე ავტომობილის გაჩერების გამო ერთ-ერთ ადგილობრივ სურმანიძეებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. შემოსაზღვროს მისი ტერიტორია და მერიამ კეთილმოწყობის სამსახურმა დაგვიდგას საბავშვო ატრაქციონი. გუშინ მოხდა სამწუხაროდ ცუდი ინციდენტი. კინაღა ბიჭი შეეწირა ამ ამბავს. ჩარტყა თავში რკინა, რატომ გააჩერე მანქანა მერიის კუთვნილ ტერიტორიაზე. ოჯახი, რომლის მიმართაც ნუცუბიძის ქუჩის მცხოვრებლებს პრეტენზიები აქვს, აღიარებს, რომ ტერიტორიას საწყობად ბიზნესისთვის იყენებს. კეთილსაკუთრება არ არის ეს ჩემი, მაგრამ მე ვფიქრობ, ახლა მინდა რომ გავიფორმო რაღაც. თუ არ იქნება, კაცო, მთავრობის იქნება და როგორც მთავრობა გქონდეს, ისე გავაკეთებ ხო და დროებით როგორც მცირე მეწარმე, დადებული მაქვს სარგებლო 25 წუთი ბიჭი რომ 60 წელს შეაგინებს, შეახდა იმაზე და მოვედი, მოვკიდი ამ შემქმარსხელი, აგრესულად ის ჩარტყა რაღაცა იყო. იმიტომ რომ ეხლა ამას აღელდა მიხდი, აქედანაც მოვიდა იმ ფიქრა რომ შეარაღებული არა, მე ამას მოვკიდე ჩემს მეუღლეს ხედი, წავიყვანე და ვამშალე, მე მოვინანი არ მათო გავაკეთე. ანუ აღელდა რაღაცაო და სიამით ამ მას მერედ გარამფეხზე. კახაბრის თემის რწმუნებული განმარტავს, რომ საბავშვო ატრაქციონების მონტაჟი საავტომობილო გზასთან სიახლოვის გამო გადაიდო. თეიმურაზ ბასილაძის განმარტებით, სურმანიძეებმა ოფიციალური გაფრთხილება მიიღეს. დაუმორჩილებლობის შემთხვევაში კი სანქციები გამკაცრდება. თემის რწმუნებული სამომავლოდ ტერიტორიის იზოლირებასა და იქ პატარა სკვერის მოწყობას გეგმავს. ერთი რამე შეგვიძლია, რომ მესაკუთრეებს იგი ნამდვილად გაიმიჯნოს, მისი ტერიტორია ზუსტად შემოსაზღვროს და ვავალებთ, რომ მან საჭირო არის კიდევ შემოზღუდოს. ხო და ჩვენი მოსახლეობას დავუპირდებით, რომ რაღაც სკვერის მაგვარ, ყოველ შემთხვევაში ატრაქციონი შეგვიძლია, ეს ატრაქციონი არა, ფანჩატურს განვათავსებთ, სკამებს, ისე რომ ის გამოუყენებელი არ დარჩა ეს ტერიტორია. კახაბრის პოლიციის განყოფილებაში აცხადებენ, რომ ცემის ფაქტზე უწყებაში გამოძიება მიმდინარეობს.